მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სანდრო კალმახელიძე და თქვენ უყურებთ სანდროს გარაჟს. ორი დღე არ დაქოქილა. ალამაზია. მოკლედ დღეს ისეთი დღეა, რომ Mercedes-ი უნდა წავუყანოთ ხელსანს. სად მიმყავს, ვინ მირჩია და ვისთან მიმყავს, ამას ვიდეოს განმავლობაში გაიგებთ. ეხლა კი მანქანა ავიყვანოთ ევაკუატორზე. აბა შენიც ეხლა არ მაწვალო, უნდა დაგქოქო და მხოლოდ ევაკუატორზე აგიყვანო. იმედია აკუმულატორი არ დაუჯდა მანქანას. ოპა, ჩემი ლომი ვინა. ავედით, მიდი არ გაწვალებ, ეხლა უცებ აგიყვანო. ევაკუატორზე წავიყვანეთ. კიო, რამდენი მანქანა ყავს ჩემი წაყვანი? რა, დაახლოებით 200-ია. კიდევ რამდენჯერ მოგიწევს ევაკუატორი ვინიცის ვის ჩაუვარდი ხელში, მაგრამ გაგაკეთებს, კარგად გაგაკეთებს. ნიფი მაგის დედაცვალი. ავიდეთ ეხლა და გზაში მოგიყვებით დანარჩენს, რატომ მივდივართ ნატახტარში. წავედით. მოდი დავიწყოთ ეხლა რატომ მივდივარ ნატახტარში რა. ერთი ესეთი მზიანი დღე იყო, მოტოთი ჩემთვის ვკატავდი, უკვე ეს მანქანა ნაყიდი მყავდა რა. და უცებ დავინახე 560 სელი შავი 4 კარიანი რა. ოღონდ მდგომარეობაში შენახული მანქანა იყო ეთყობოდა და გავყევი მოტოციკლეტით რა. მეთქი გამოველაპარაკები ერთ ორ სიტყვას ვეთქვი და გაჩერდა გაკრას დომინოს პარკინგზე. მივედი, გავიცანე ახალგაზრდა კარგი კაცი, თავისი მანქანის მოყვარული და ზოგადად მანქანების მოყვარული და გამოველაპარაკე, გამოვართვის საკონტაქტო ისეს და მოკლედ ისე გამოვიდა, რომ რესტავრაცია ქონდა მაგკაცსაც გაკეთებული მანქანაზე რა. აღდგენილი ყავდა, სალონი გაკეთებული ქონდა, სამალიორო სამუშაოები გაკეთებული ქონდა და ყველაფერი იცოდა ამ მანქანების შესახებ, ამ მანქანის ნაწილების შესახებ, ამ მანქანის ხელოსნის შესახებ და მირჩია ერთი ესეთი კარგი ადამიანი, სადღაც 70 წლის, რომელიც მუშაობს ნატახტარში. ძველი მანქანების ძალიან მაგარი ხელოსანია, როგორც მითხრა და მივდივართ ეხლა მანდ. ის კაციც მოვა ჩემთან ერთად მიმყვება ამაზი. ერთად მივალთ და ნახავთ რა არის ამ მანქანის დიაგნოზი. Racis makadasa. Racis petki makadasa. დავით. შიგნით რო უდგას საბურავები როგორ მეზიზღება. ამას ეგრევე სპეისერები. აი 18-19-იანი დისკები. ნახე მე ბასამოშკები ვითაც საბურავები. ამასობაში ერთ საინტერესო რამეს მოგიყვებით. გუშინ მანქანაში ვძრომიალობდი და ბარდაჩოკში ვნახე ფურცლები რა, რაღაცა გაიარა ტექთა თვალიერება იქ თუ რაღაც და ბოლო შემოწმება იყო 2016 წელს და გარბენი ქონდა იგივე 92,000 რა. ჩამოყრილია თქო რო გითხრათ უფრო არ ამგონია, იმიტომ რომ ჩამოყრილი რო იყოს 2016-ის საბუთები, რატო იდება მანქანაში, იმის მერე თუ რაღაც საბუთებს აიღებდა 9 ჯერ შეცვლიდა და ბარდაჩოკს და გადააგდებდა იმას რა. მე უფრო მგონია რომ ეს მანქანა 2016 წლის შემდეგ გაჩერებულია რა. ესე დაკეცილი იყო კონვერტში, რამდენიმე საბუთი 2016 წლის და გადახდის ინვოისით რა. განახებთ მაგასაც შეხედებთ თქვენ. ხო და 2016 წელს 9 წელია თუ ეს მანქანა გაჩერებულია და ის 9 წლის წინანდელი ბენზინი დევს 100-ია მანქანაში დევს მეტი. და მე ეს თუ დავქოქე და შევიტანე მთელი ეს 9 წლის წინანდელი ბენზინი ჩათვალეთ. იუგი არის ეს მაგრად დაგვენძრა რა. ისედაც გამოსარიცხი არის ყველაფერი, მაგრამ ამის პაუკი ანძრავებს ეგ თემა არ უხდება, ჯობდა არ დამექოქა ალბათ. მაგრამ ვერ მოვითევინე. ამიტომ ნახავთ რა, ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ ის ფაქტიც არ არის ცუდი ამდენი ხნის დაყენებული მანქანა როა. სხვა შორის Carfax-ი რო ნახე, ერთ პატრონს მიჩვენებს იქ რა. Maryland-ის მანქანა არის და საინტერესოა რა იქნება. სხვა შორის ძალიან მომწონს YouTube-ის ვიდეოების გადაღება. ეხლა კიდე მოწყენილი ხარ? არა, ეხლა აი მედგრათან კურსნობ თავს. დანარჩენი მოტივაცია თქვენ უნდა მომწეთ ეხლა რა. რაც მექნება დასახვეწი, გთხოვთ რომ დამიწეროთ კომენტარებში, თქვენთვისაც უკეთესი იქნება, უკეთეს ვიდეოს შემოგთავაზებთ და მეც ასე თუ ისე განვითარდები რა. რაღაც არ მყოფნიდა პატარა ვიდეოები TikTok-ზე და ეგ იყო რა. რა შეკარგძაღო დამეტაკალა. გადააჭვით ბიჭო, რომელ მხარეს მოდიხარ თქვენი დიდა და გადააჭვით. მოვედით, მოვიყვანეთ. ის რალაბაზვიძე ყავს თამას, ა? ესეც თამაზის მანქანაა, მე ვიზეც გიყვებოდი თესელი. აი კიდე, ის შავი. ჩამოვიყვანთ ახლა, აბა. ძალიან სერიოზულია. კაია, გიხდება, გიო არ წახვიდე უღონ ახლა ამ მანქანით.
აქეთ არის რაც არის ოიძახიან და 4-კარიანი მაინც ეს კია. შეიძლება შიგნით გადავიღო და გადაიგეთ აქის მოვიდა დამიჯერეთ რა ხანში. ეს არის ის რასაც გავაკიდე მოტოსი და აქ ნახეთ რა ხდება. მოდი ერთი მეც უნდა გავატარო ეს მანქანა გიორგი ისე მაგრად დადისო წავედი აბა ერთი ვნახო ნაირი მოდელი აი ახლა ტერაპიუტი ალასე მოკლედ სანამ ჩემ მანქანას ათვალიერებდნენ და ამოწმებდნენ ვიზუალურად მე შემოვედი და აქ დავიკარგე, დავტკბი და ყველა მანქანა დეტალურად დავათვალიერე. ამასობაში მეც დამიძახეს, მითხრეს მანქანაზე რა უნდა ვქნათ და ახლავე მოგიყვებით. მოკლედ მეგობრებო, მანქანა შეამოწმეს და თემა პირველ რიგში ასე დაალაგდა რა. კუზავ ძალიან მაგარია. ეს კაცი არის ალბათ ამ მოდელებში ყველაზე გამოცდილი საქართველოში, ალბათ კი არა ეგრეა რა. თვითონაც 95-ის მერე ეს მანქანები მყავს რა, თვითონაც ეს კუპე ყავს და სულ რო ძრავი არ ქონოდა ამ მანქანას და ყოლოფი არ ქონოდაო, კუზავ ისეთი არისო და ისეთი უჟანგავი და დაუზიანებელი კუზავაა, რომ ძალიან მაგარ ფაში ყავსო რა, მოკლედ და თემა რა ხდება ახლა, მოკლედ ზეთები გვაქვს შესაცვლელი, ძრავში ზეთი, ყოლოფში ზეთი, შლანგები არის ყველაფერი შესაცვლელი, ბენზინის რაღაცა შლანგები, ისინი ეს ჩამომიწერა რა. ტორმოზის შლანგები შესაცვლელია, ჟიტკოსის შესაცვლელია, გლავნი ბაჩუკის მანჟეტები, ჰაერის ფილტრი, ბაკის შლანგები, ხო ვთქვი, მოტორის პრისატკა, პადმატორნები არ ვარგა კიდე, ბაკის ფილტრი არ ვარგა. დანარჩენი მე აი ხადაოი რაღაცები რაც არის ამორტიზატორები ისინი ესენი გამოჩდება რა. მისჩი ეს რომ აი ეს ფარები რა. რაც უყენია, ჯობიაო რომ დააყენო ევროპულისო რა, იმიტომ რომ ბევრად ლამაზია და მეც ხოდა შორის მომწონდა, მაგრამ რა ევროპული ფარები ისეთია, ევროპული ერთიანია, მთლიანია და მაგრა ასწორებს რა. ვიზუალურადაც კაია და ეს რაღაცა უფრო ბებრული ფარია რა. დისკები და ესენი ხო იასნია, შეიძლება 124-ის დისკები და საუბრები უყენიაო, ესე მეთქეს. თან ეს რა მურტალი ფარებია, იცი ეს თუ დაიწვა ნატურა, ფარი იცლება მთლიანად. ამას რამე ნატურის შესაძლებელი კი არა, ეს თუ დაიწვა ფარს ცვლი რა. ბამპერები ევროპულის უყენიაო, ესე მეთქეს. ტოვებთ ახლა ჩვენ ჯიგარს, დანარჩენი ველოდებით. ბატონ ნოდარს, მე ვუთხარი მეთქი უნდა შეგაწუხოთ თქო და მოვიდე ვიდეოები გადავიღოთ თქო და არ არის პრობლემა, მოვზანდი. ამიტომ თქვენ შეგაწუხებთ და ბატონ ნოდარსაც. ამ მანქანაზე ხო ვიჯექი, ძალიან რბილად დადის, აი ძალიან რბილად დადის და თან ძალიან ლამაზია რა. აი ეს ახალი მანქანა რა, ვაფშე თან გრუბია. რაღაცნაირები ახლები რა, ძველი ყოფილა მაგათი. ეხლა რაც მე მანქანებთან შეხება მქონია ახლებთან, ტოიოტანან და იაპონურებიდან, ნისანიდან დამთავრებული, ევროპულებით, დაწყებული ევროპულებით დამთავრებული. ძველებთან არ მქონია რა, ახალი ვარ, ყოველთვის მინდოდა. მოვიდა ჩემი დრო. აბა მეგობრებო, ძველი თუ ახალი, თუ ძველი, თუ ახალი, თუ ეს ის კუბე. დროებით, დაგიბრუნდებით, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დააყენეთ სარეზღილაკი და დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ჩემ ვიდეოზე, როგორ მოგეწონათ, რა შეცვლიდით, იმისთვის რომ მეც განვითარდე და თქვენც უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ. და ამის შემდეგ რა თქმა უნდა მანქანა დავტოვე, წამოვედი სახლში და ყოველ დღე ველოდებოდი, როდის დამირეკავდნენ მანქანაზე რომ ჩავსულიყავ და როგორც იქნა დამირეკეს. ერთი კვირა გავიდა, რაც მანქანა ჩამოვიდა, მივდივართ ნატახტარში, დავადექით ავტობანს უკვე. ბევრი რამე შეიცვალა მანქანაზე, სავალი ნაწილი განსაკუთრებით, თითქმის ყველაფერი დამჯდარი იყო, შლანგები, ტულკები თახეული იყო. რავე, ბევრი რამე შეიცვალა რა. შენ აღარც გამიტარებია იმის მერე მანქანა, რაც ჩავიყვანე, იქ დგას რა. ნოდარი ყველაფერს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. ამიტომ ჩავიდეთ ახლა და ვნახოთ აბა რა სტადიაზეა მანქანა. ამასობაში რაღაც ახალი მანქანებიც ჩამომდის ხოლმე, რაც გასაკეთებელია და გასაყიდი და მაინტერესებს თქვენი აზრი. ნახავდით თუ არა ვიდეოებს, სადაც უბრალოდ მანქანა ჩამოვიდა ამერიკიდან, დაზიანებას შევაფასებ, ერთად შევხედავთ როგორი იქნება, მე აღდგენის პროცესსაც გაყურებინებთ და შემდეგ უკვე გაყიდვის რა, ანუ სრული ციკლი რო გადავიღო, როგორ ვიყიდე ამერიკაში, მე როგორ ჩამოვიდა, როგორ მდგომარეობაში ჩამოვიდა და როგორ გაკეთდა, როგორ გაიყიდა და ასე შემდეგ რა.
აი ვინმეს თუ დაგჭირდებათ ძველ მანქანებზე ნოდარის დახმარება ნატახტარში რო გადმოუხვევთ, მე არის წილკანის და აეროდრომის გადასახვევი რა. აქ ჩაუხავთ ესე პავროდნიკს. აი ეს მანქანები რო შედიან, იქ შევუხვევთ. აი ეს გადმოუხვევთ აქ პირდაპირ ივლით. მე ისევ აქ აი აეროდრომის გადასახვევი. აქაც ჩაუხავთ პავროდნიკს. და შეხავთ თუ პირდაპირ აეროდრომთან. და მოხალთ და პირველივე ძველ მანქანას რო დაინახავთ, ეგ არის. ამასობაში ერთი პატარა ცუდი ამბავი გვაქვს, რომელიც უნდა გითხრათ. ნუ ისეთ ცუდი ამბავია, რომ ამაზე ცუდი ამბავი თქვენ ცხოვრებაში არ გქონოდეთ და არც ესეთი ამბავი. მაგრამ ნუ მე მაინც გამიტყდა რა. იმ დღეს ტრაილერს გლიჯე პატარაზე, ნომრების დამეჭეჭყა და ბამპერი მაქვს შესაღები დატოვებული მაქვს. აქ კაპოტი გამიფუჭდა პატარაზე და კრილოც შესაღებია რა. მოკლედ არა უშავს, პალიროკა მაინც არ მქონდა ჯერ გაკეთებული და გაკრას ახლა ბოლომდე ხოძე მოვიყვან, შუშებსაც ჩაუბურავ, პალიროკასაც გავუკეთებ. კიდე მაქვს ესეთი რაღაცეები გასაკეთებელი რა. ნახე დისკებზე იქიდანვე ჩამოყვა ჩემი ბრალი არაფერი არის, მე აკურატულად ვაკეთებ ყველაფერს ვიგუბრებო. აი ეს დისკები არის გასაკეთებელი რა და მე შესაღები ალბათ და თუ იცით ადგილი სადაც აკეთებენ, დამეწერეთ კომენტარებში. კაი, რაც შეეხება ამ მანქანას, ეს არა უშავს. გატეხა, მაგრამ მოვაგვარებთ. ეს რა ლამაზი მანქანაა გასაქმნელი და კიდე ამის მუღამი მაქვს რა ამ გლადიატორის. წამორხა შევიდეთ და ვნახოთ აბა ჩვენი მანქანა რა შვება. რა ხდება ნოდარძია? როგორ არის ჩვენი საქმე? რა გავწირებს. გავედით ბოლო შინელნელა. ეს რაღაც ახალი კუპე მოუყვანიათ ნოდარისთან. ვინ კოდი რომ ნახე და გადავამოწმე, სრულიად დაუზიანებელია ნაკიდი და ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია ჩამოსული. 560-ია შოკოლადისფერი სალონი, დაუზიანებელი და 11000-ია ადგილზე გადახდილი, მაგრამ სუჟანგებშია მანქანა. ჩემი ლომი კიდე ქვევიდან შეხედეთ. შეხედეთ რა სუფთა მდგომარეობაშია. სერიოზულად, აი ძალიან მაგარი კუზავ გამოდგა და ქვევიდან კი არა ძარაზეც და არსად მოკლედ აი ჟანგის ნატამალი არა აქვს. სუფთა გასისინებული, მოვლილი, просто კარასკაა გახუნებული რა თორე. ესენი მთავარი რაღაცები ყველაფერი მთელი აქვს. სავალნაწილში ის ყველაფერი რაც ნოდარი ჩავამიტვალა უკვე შეცვლილი დამახვედრეს და აგერ ახალი ბენზოასოსი ძედ არის. ბაკიც გამოირეცხა, სულ ახლა უნდა ჩავასხათ ძეთები კოლოფში და ძრავში, რაც ყველაზე მთავარია. და ნელ-ნელა უკვე გადავალთ დაქუქვისკენ და ტექნიკური მხარე მე მგონი გადის ბოლოში. აქ დილით მოვედი და ამის შემდეგ ვიდეოში გაფრთხილეთ, მაგარი დაღლილი სახე მაქვს, რადგან უკვე საღამოა. დასრულდა მოკლედ ძეთებით ჩავასხით. ყველაფერი შეიცვალა, რაც შესაძლებელი იყო და გავიყვანოთ, აღარ მოვიდა დრო. კია, ხო იქნება ნადირი, ჰა? ნადირი ხო იქნება მე. ვიდი შენ გავოიყვანე რა. ოთხკარიანსაც ჩამოვიყვან. ზადნი შუქები არა გვაქვს. ესეთ პერედოქში ყველაფერი ახალია. ამორტიზატორები ახალია და დადიოდეს ბლოკივით. აიყვანა ჩემი ჭერა. დამბრუნეთ ჩემი მანქანა. ამას ახლა ნაგროვებული ნალექი ზეთი ექნება. ძრავში სანამ არ გამოიტანს. ჩემი პირველი გამოსეირნება. ვა, ბურთივით და აუ, ვაფშე სხვა მანქანაა. წინაზე ფოთში რო ვიარე, ისე გრუბად დადიოდა, ისე გრუბად დადიოდა. ეხა სულ სხვაა რა. სულ სხვა ბიჭო. და ბენზინი აღარ აქვს. ბენზინი გვიჭირს, ბენზინი და პარალაბაროძე მუშაობს. გადასვლას ღამე ლამაზი ფერია. აქეთა გაბარიტი არ მუშაობს. მოგეთ ნელა გავაკეთებ რა, მაგარი სუნი გამოდის. ეხლა წამოყვანას ღამე აზრი აღარ ქონდა, ჩამოვალ თბილისში დავბრუნდები, წამოვედი უკვე და ხვალ ჩამოვალ რაღაცებს მოვამთავრებს სარკეს დავუყენებს ისეს და ხვალ წამოვიყვან რა და თან დღისით უკეთესად დაგათვალიერებინეთ, მერე გავრეცხოთ. მოვალაგოთ, მივალაგოთ.
და უკეთესად ვნახოთ რა. თავარი ის არის რომ ურთივით დადიოდა ნახოთ რომ გავიარეთ ძალიან რბილათი არა რა. აი ხა მანქანაზე რო გადმოჯიქი ეს ბევრად გრუბია იმასთან შედარებით. ხო და მოკლედ ხვალ დავბრუნდებით. მეორე დილაც გაგვითენდა და მოდი პირველად გავრეცხოთ ეს მანქანა. ვნახოთ აბა ეს ნადები თუ მოშორდება. სხვათა შორის მე ყოველთვის ჩემით მიყვარს მანქანის გარეცხვა რა. რაღაცნაირად სიამოვნებას მანიჭებს. თქვენ როგორ ხართ? აბა დაწერეთ. მანქანას თქვენით რეცხავთ ყოველთვის თუ სამ რეცხავაში არ ეცხინებთ? ვინ იცის რამდენი ხანია არ გარეცხილა ეს მანქანა. აქეთ ეს შუშა არ ადის და აქეთ ხარებს ვერ ვასხავ კარგად ალბათ რაღაც მექანიზმი აქვს შიგნით გაფუჭებული და დანარჩენს მივასხავ მაგარი ნადები ჭუჭი აქვს თუ მოაშორა ვაფშე კაი. ალბათ ერთი 10 წელი არ გარეცხილა. აჰა, ძლივს მოვრჩით გარეცხვას. მე მგონი მოშორდა ეს ნადები, ჰა, თქვენ რას ფიქრობთ? გამოვაყენოთ ერთი კარგად შევხედოთ. ნადირი, ნახეთ, ნადირი, მაგრამ რაღაც მე ფერი მაინც არ მომწონს რა. და ეს კრილოებზე ნიკელები ხო? Slavik! Ურა! ნიკელები დავიწყებ თუ არა რესტავრაციას პირველ რიგში უნდა მოხსნა. დავიძარით და რა ვშვებით, ახლა ყველაფერს მოგიყვებით. მაგარი ნადები ქონდა ჭუჭყის, ძლივს ჩამოშორდა. მაგარი გახუნებული კრასკა აქვს, წამახა გავაჩეროთ და დავათვალიეროთ საბოლოოდ სანამ გაკეთებას დავიწყებთ. მოკლედ ესეც ჩვენი 500 სეკი, რომლის ხადაოი ნაწილიც მორჩა. რა დაჯდა ბოლოს დაახლოებით ყველაფერს მოგიტყვით ამ ვიდეოში ცალ-ცალკე რო არ ჩამოვთვალო და მერე კიდე არ ჩამოვთვალო. საბოლოოდ მერე ვიტყვი რა ყველაფერს რა დაჯდა ხადაოიც და შემდეგ რაღაცები კიდე რეებიც იქნება. ეხლა შემდეგი ეტაპები რეები გვაქვს გასაკეთებელი, რაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. მანქანა, თან მომწონს ეს ფერი, თან არ მომწონს. არ ვიცი რა, თან რაღაც განსხვავებულია და შეიძლება ლამაზი ფერი იყოს კარგი დისკებით და შეიძლება კარგი ვიზუალზე იყოს, მაგრამ რატომღაც მაინც გადაღებუისკენ მივდივარ რა. და რა ფერები მომწონს, ეხლა გეტყვით, ან შავი მინდა, ან ნაცრისფერი მინდა, ან არა, ეგორი მინდა რა, ან შავი მინდა, ან ნაცრისფერი. და კიდევ რა გინდა? არაფერი. ეს ხო შეიძლება შავი იყოს თავშოთ და ქვევით ეს ნაცრისფერი გავაკეთო, თუ ეგეც შავი გავაკეთო, თუ მანქანა მთლიანად ასფალტისფერი გავაკეთო, ასფალტისფერი, აი ეგ გვაქვს გადასაწყვეტი და დამწერეთ კომენტარებში. კიდე ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, დისკებია. ახლა მორჩი. ძალიან უგაუტიე. თქვენ რა დისკებს მირჩევთ? აბა რას ფიქრობთ, როგორი დისკები მოუხდება და რამდენიანი? არის ვარიანტი 17-იანის, არის ვარიანტი 18-იანის. 18-ზე ზევით უკვე არ მინდა რომ მანქანა დავაგრუბო და ამიტომ მგონია რომ 17-იან მაქსიმუმ 18-იანი დისკები იქნება რა. დანარჩენი ნელ-ნელა გამოჩნდება, კიდე რეები დაგჭირდება დასამატებელი. რა თქმა უნდა, სალონიც გასაკეთებელია და სალონზეც რამდენიმე ვარიანტი მაქვს, რა ფერი მინდა. შავი მანქანა თუ იქნება, ან შავში შეიძლება ასევე გავაკეთო აი კარამელის ფერი, მუქი კარამელის ფერი და მომწონს ასევე ბურგუნდი წითელი რა. ხო და არ ვიცი, აი ეგენი თქვენ უნდა გადამაწყვეტინოთ და თქვენ უნდა დამეხმაროთ მაგების გადაწყვეტაში. რა თქმა უნდა, ესენი ყველაფერი ახსადგენია, ეს მაკაგონები, სავარძლებიც ესეთ მდგომარეობაშია. ამ ფერი დატოვებაც შეიძლება, მაგრამ მგონია რომ შავს თუ გავაკეთებთ ნაცრისფერს კიდე შეიძლება მოუხდეს, მაგრამ შავს ჩემი აზრით არ მოუხდება რა. ესეთ მდგომარეობაშია. აკავრობა ტორპედო არის კიდე ახსადგენი და რა თქმა უნდა ჭერი. ჭერზე უნდა გადავაკრათ და ჭერიც ალბათ შავი იქნება. აქაც ესეთი სიტუაციაა. ეხლა უნდა განახოთ ნოდარი გამირეცხა ძრავი რა და შიგნით სულ ამოასუფთავა და ნახეთ რა ლამაზია სუფთა. მოწესრიგებული. შეხედეთ ყველაფერი როგორ ამოიწმინდა. თავიდან არ მახსოვს გაჩვენეთ თუ არა, მაგრამ აი აქ სულ ფოთლები ეყარა, სულ ჭუჭყიანი იყო და ეხლა მშვენიერ მდგომარეობაშია. დიფუზორი გვაქვს კიდე გატეხილი. გასაკეთებელია, მოხსნილი მაქვს. ასევე საჭეც შევცვალე, საჭეც. ნოდარი ეგეც მომცა, მოდი განახო საჭე. აი ახალი საჭე აირბაგიანი, რომელიც ვიზუალურად მაგრად მომწონს რა. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მანქანაზე გასაწევია სამღებრო სამუშაოები, ოღონდ სრულად უნდა დაიშალოს, ძრავი უნდა ამოიღოს, სალონი სულ უნდა დაიშალოს, სალონიც რა თქმა უნდა ახსადგენია, შესაძლებელია დისკები და საბურავები, რა თქმა უნდა ეს წავატანემ ნიკელები მანქანას აძვრება,
ამიტომ კომპანიებს, ვისაც მსგავსი მომსახურება გაქვთ და გინდა თანამშრომლობა, ჩემი არხი მზად არის ამისთვის. ჩემი მეილი აღწერაშია მითითებული, ამიტომ დაინტერესების შემთხვევაში იქ დამიკავშირდით. თქვენ კი აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ მანქანაზე და ჩემს ვიდეოებზე და დააყენეთ ზარზღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ნაწილებიც. წავედით, ამას ვერ მივეჩვიე რა. მოკლედ შემდეგ ვიდეომდე.